სოფლიო მოსახლეობის წყვილთა დაახლოებით 15-20%-ს აქვს უნაყოფობის პრობლემა, აქედან 40-50%-ში უნაყოფობა მამაკაცის ფაქტორით არის გამოწვეული. მოგესალმებით, მე ვარ კლინიკა რეპროვარდის უროლოგ-ანდროლოგი ბექა სიბაშვილი. დღეს მინდა გესაუბროთ მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთ მძიმე ფორმა აზოოსპერმიაზე და ინოვაციურ მიკროქირურგიულ მეთოდ მიკროტესეზე, რომელიც საშუალებას იძლევა სწორედ ასეთი მძიმე ფორმის უნაყოფობის დროსაც კი მამაკაცს ყავდეს ბიოლოგიური შვილი. აზოოსპერმია არის მდგომარეობა, როდესაც სპერმის ანალიზის მიხედვით იაკულატში, ანუ სპერმალურ სითხეში გვაქვს სპერმატოზოიდების ნულოვანი რაოდენობა. არსებობს აზოოსპერმის ორი ტიპი. იმ შემთხვევაში, როდესაც სათესლე ჯირკვლებში მიმდინარეობს აქტიური სპერმატოგენეზი, ანუ სპერმის წარმოქმნის პროცესი, მაგრამ არის სპერმსავალი გზების ბლოკირება, ეიაკულატში გამომუშავებული სპერმატოზოიდი ვერ ხვდება. შესაბამისად, ამ მდგომარეობას ეწოდება ობსტრუქციული აზოოსპერმია. არაობსტრუქციული აზოოსპერმის შემთხვევაში კი დგას სპერმატოგენეზის პრობლემა. ანუ სათესლე ჯირკვლებში ან საერთოდ არ გამომუშავდება სპერმატოზოიდები, ან იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ეიაკულატში ვერ ხვდება. მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტირების მიზნით პირველ ეტაპზე კეთდება სპერმის ანალიზი, რის საშუალებითაც დგინდება სპერმატოზოიდების რაოდენობა, მათი მოძრაობის უნარი და სტრუქტურული აგებულება. აზოოსპერმიის დიაგნოსტირების შემთხვევაში კი ტიპებს შორის დიფერენცირების მიზნით საჭიროა სხვადასხვა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ზოგადად, აზოოსპერმიის კონსერვატული, ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს, შესაბამისად, სპერმის მოპოვების მიზნით საჭიროა ქირურგიული მეთოდების გამოყენება. აზოოსპერმის ყველაზე მძიმე ფორმა არის არაობსტრუქციული აზოოსპერმია და ამ ფორმის დროს ჩვენ გვჭირდება მიკროტესეს პროცედურის გამოყენება. მიკროტესე გულისხმობს სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის ექსტრაქციას, ანუ ამოღებას მიკროდისექციის გზით, რომელიც არის მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის უახლესი მიკროქირურგიული მეთოდი. ამ პროცედურის დროს სათესლე ჯირკვლების მიკრომილაკებიდან მიკროსკოპისა და მიკროქირურგიული ხელსაწყოების საშუალებით ხდება მინიმალური 2-3 მმ ზომის ქსოვილის ამოღება, რომელშიც შეიძლება მიმდინარეობდეს აქტიური სპერმატოგენეზი. ამის შემდგომ კი ემბრიოლოგი მიღებულ ქსოვილში ეძებს მოძრავ სპერმატოზოიდებს, რომ გამოიყენოს ინვიტრო განაყოფიერების პროცესში. მიკროტესეს მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ამ პროცედურის დროს სპერმის მოპოვების სხვა ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით ამოკვეთილი ქსოვილის მოცულობა არის დაახლოებით 70-ჯერ ნაკლები. შესაბამისად, მწვავე პოსტოპერაციული და ქრონიკული გართულებების რისკი მინიმალურია. ჰორმონალური დისბალანსის და ერექციული დისფუნქციის რისკებიც პრაქტიკულად არ არსებობს. მიკროტესეს დროს სპერმის მოპოვების სიხშირე სხვა მეთოდებთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ მეტია. მიკროტესეს პროცედურა გრძელდება ნახევარი-საათიდან საათ-ნახევრამდე. ოპერაციის დასრულების შემდგომ პაციენტი კლინიკაში ყოლმდება სულ რაღაც 3-4 საათით. ჭრილობის არეში დისკომფორტი შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 3 დღემდე, ხოლო ჩვეულ ცხოვრების წესს პაციენტი უბრუნდება დაახლოებით 10-14 დღეში. ეს პროცედურა ახალი შესაძლებლობაა იმ მამაკაცებისთვისაც, ვინც სპერმის მოპოვების სხვა მეთოდით შედეგი ვერ მიიღეს. მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმას, რომ ყველაზე უიმედო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საუბარია სპერმის დონორის შერჩევაზე, მიკროტესეს პროცედურა გვაძლევს საშუალებას მოვიპოვოთ მოძრავი სპერმატოზოიდი და მამაკაც ბიოლოგიური შვილის ყოლის ოცნება ავუხდინოთ.